ბერი ეფრემ ფილოთეველი სნეულებათა შესახებ. მოთმინებისა და ნუგეშინისცემის ღმერთმა მოთმინება და ტკბილი ნუგეში მოგმადლოს, რომ ბრძოლის გასაგრძელებლად გამხნევდე. შვილო, მხოლოდ ახლანდელ სატკივარს ნუუყურებ, არამედ ზეცას მიაბყარი თვალი, ვითარცა ყრმამ განყენებულმა ძისაგან დედიცა თვისისა და ნახე. ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი, მერმისა მის თანადიდებისა, რომელ გამოჩინებად არ ჩვენდა მომართ, რომელთაც ჩვენი იესოს ხილვა გვსურს. ნუ გაზომა მხოლოდ ტკივილს, არამედ ფილოსოფიურად გაიაზრე სასყიდელიც. განა ღმერთი სამართლიანი არ არის? განა ფეხების სიჯანსაღი იმიტომ არ მოგაკლო, რომ ღირს ყოს შენი სულის დიადი აღდგომა ზეციურ იერუსალიმში. ფერხითა მოხარულითა იდღეს ასწავლო. დიახ, ჭეშმარიტად, მთელი წმინდა წერილი ამის შესახებ ღაღადებს. შვილო, მიხევი ქრისტეს მიერ გზას, საუკუნო დიდებისკენ. მუშტის დარტყმით ნუ დაიღლები. ნუ იფიქრებ, რომ ჰაერში ტყუილად იქნებ ხელებს. ნამდვილი ბრძოლა მიდის ისევე, როგორც იობის დროს. სხვადასხვა ტკივილს ის მოწამეობრივი მოთმინებით იტანდა. ცოლი თავისი ბოროტირჩევით საუკუნოდ სიკვდილისკენ უბიძგებდა. შენ კი დარიგებას გაძლევენ, რომ ამ ტკივილებით საუკუნო ცხოვრება მოიპოვო. სხეულდაწულებული ნეხვში იწვა და დასცინოდნენ, როგორც ცოდვილს. შენ კი შინ სარეცელზე განისვენებდა სათნოებით შემკულ ქრისტიანად ითვლები. ხედავ, რა შორს ვართ. ამიტომაც მოითმინე და ღმერთს, რომელმაც ასეთი საჩუქარი მოგიწყნა, მადლობა შესწირე, რათა მადლიერი მონის მსგავსად თავისი უკიდეგანო სასუფევლის მემკვიდრედ გაქციოს. ამბობთ, რომ თქვენი ძმა ავადმყოფობისას გმობდა, შიოდა, სწუროდა და ასე შემდეგ. მომისმინეთ, იმასაც ამბობდით, თქვენი ძმა სასიკვდილოდ სწოდავდა. მრავალმოწყალე ღმერთს სურდა მას თავისი დანაშაული შეეგნო და მოინანიებინა. ამიტომაც გამოუგზავნა ეს სნეულება. იგი უნდა დატანჯოლიყო, რათა ღმერთს, რომელიც ასე დაამწუხრა, მოწყალე თვალით მოეხედა მისკენ. თქვენი ძმა ზრუნით რომ ყოფილიყო გარემოცული და ყოველგვარი ხორციელი განსვენება ჰქონოდა, მის რომელ შრომას დაინახავდა უფალი, რომ შებრალებოდა. იცოდეთ, რაც უფრო დაიტანჯა, მით მეტად შეუმსუბუქდა სასჯელი. სნეულებითა და ძმების მხრიდან მოვალეობის შეუსრულებლობით ღმერთმა საშუალება მისცა სინდისით ხილებულს მოენანიებინა. ის ავადმყოფს გავს, რომელსაც ექიმი წამალს აძლევს, ის კი თავის დასაღუპავად მოუთმენლობით დრტვინავს და მკურნალს აძაგებს. გავიგე სნეულებისგან გამოწვეული შენი ტკივილის შესახებ. გისურვებ წმინდა უვერცლო მკურნალებმა ყოველგვარი ტკივილისა და ვნებისგან გაგათავისუფლონ. ჩანს ღმერთი გამოგცდის, შვილო. საჭიროა მთელი შენი სულიერი ძალა მოთმინებისკენ მიმართო. ნუ დარდობ და ნუ მოეშვები. ქრისტესთან ერთად ყველაფერს დასძლევ. როცა გეტკინება, ჯვარცმული იესო უფრო ახლოს იქნება შენთან. მაშინ უკეთ შეიმეცნებ მას და შეიყვარებ. როცა განსასწრელი ჩაივლის, აკურთხებ ღმერთს მონიჭებული სიკეთისთვის. როცა გტკივა, მთელი სულიერი ძალა მოიკრიბე და იცადე გაიგო, ამ განსასწრელით რისი თქმა სურს შენთვის ზეცას. თუ შემთხვევით ტკივილისგან იტირებ, ცრემლი მხედველობას გაგიწმენს. როგორც ეს მრავალტანჯული იობის შემთხვევაში მოხდა. და მაშინ შენც შეძლებ მასთან ერთად თქვა, ახლა ჩემი თვალი შენ ხედავს. გახსოვდეს, რომ როცა გტკივა, ღმერთი ხედავს და ყურადღებით გაკვირდება, მას შენი გულისცემაც ესმის და ნუგეშისა და მამობრივი მფარველობის გარეშე არ დაგტოვებს. ბუნებრივია, წმინდანებს გასაჭირის დროს უხაროდათ. ჩვენ კი მოდით, ჭირი თუ ტკბილი მოთმინებით მაინც მივიღოთ. მოდით, ჭირი თუ ტკივილი მოთმინებით მაინც მივიღოთ. შვილო, გულში ილოცე,
ქრისტეს სახელი ნუგეშის მალამოდ აგედება, რომ ეს განსასწრელი შენთვის სასარგებლოდ დაითმინო. ამ გასაჭირს მცირე სარგებელი როდი მოხვება, თუ მოთმინებით აუდგები წინ. ისევ შეგახსენებ, ლოცვით ჯავშანახსმულმა, მუდმივად ყოვლის შემძლე უფლისკენ იცრაფე და დაინახავ, რა საოცრად აიღებს ღმერთი ტკივილის ტვირთს და რა არნახულად განუსვენებს ტანჩულს.